მშვიდობა თქვენ და მიხარია რომ დღეს თქვენთან ვარ. Я рад быть вместе с вами. არ მეგონა თუ დავრჩებოდი აქამდე, მაგრამ გარემოებებმა გამოიწვია რომ აქ უნდა ყოფილიყავი და მაშინ დიდება ღმერთს ამისათვის. Я не думал здесь оставаться, но так обстоятельства сложились, и я здесь, и слава Богу. თქვენ მოგიწოდებთ უბრალოდ ილოცოთ დედა ჩემისთვის ავათა. И я прошу вас помолиться за мою маму, потому что она болеет. ამიტომ ვარ რომ მე აქ დღეს. И по этой причине я здесь, в Батуми. მაშასე დღეს მე მინდა გელაპარაკო ძალიან ცოტა. Я сегодня буду говорить очень кратко. აბრაამის თვისებებზე. О качествах Авраама. რატო იყო აბრაამი ამორჩეული? И почему он был избран? და რა ქონდა აბრაამს ესეთი განსაკუთრებული? И что было у Авраама особенное? იცით, ვინც YouTube-ზე ხართ, ჩემი გამომწერები, იცით ალბათ, რომ ჩვენ დავიწყეთ გაკვეთილები, ბიბლიის გაკვეთილები. Кто знает мой YouTube канал, вы знаете, что мы начали уроки. თბილისში ჩვენ გვაქვს ჩვენი ოფისი, ნაკირები, სადაც ვასწავლით ყველა კვირას ბიბლიის გაკვეთილებს. დავიწყეთ დაბადებიდან, პირველი თავიდან, მთლიანად ვიწყებ და დღეს ვართ უკვე გაჩერებული მეოთხე თავზე ვართ, მეოთხე გაკვეთილია, რომელიც აბრაამის ცხოვრებას მოიცავს და მე მინდა ეს ყველაფერი რაც ვასწავლე შევაჯამო. У нас есть в Тбилиси офис, мы арендуем офис, где проходят уроки библейские. Мы начали от бытия, уже 4 урока мы там провели, и я хочу это вам вот сейчас коротко передать. ძალიან მოკლედ, კომპაქტურად. Очень компактно и очень коротко. იცით, საერთოდ ებრაელი რაბინები ბევრს არასდროს არ საუბრობს. Знаете, еврейские раввины, они не говорят так вот долго, много. Они немногословные. მათ უყვართ ძალიან მოკლედ და დამაფიქრებლად საუბარი. Они говорят коротко, и чтобы человек задумался. და ღმერთის მადლით მეც ვეცდები ესე გადმოგცეთ დღეს ეს. И по милости Божьей я постараюсь также вот таким образом передать. маш პირველი პასუხი, პირველი კითხვაზე, რომელიც კითხვა არის, უნდა გავცეთ რატო იყო აბრაამი არჩეული. И первый вопрос, на который мы хотим дать ответ, почему был избран Авраам? რა თვისება ქონდა აბრაამს ესეთი? Какие у него были качества? და რატო ეუბნება ღმერთი აბრაამს ჩემს წინ იარეო და არა ჩემს გვერდით იარეო? И почему Бог говорит Аврааму, ходи предо мною, но не рядом со мной? ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც ივრითულად არის აქ. И очень значительно это имеет значение это слово в переводе на иврит. ეს ნიშნავს, რომ აბრაამ შენ წადი და მე მოყვები, ღმერთი ეუბნება ამას. Это обозначает иди предо мной, то есть ты иди, я буду следовать за тобой. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რაც აბრაამს ჰქონდა. И это была такая большая ответственность, которая была на Аврааме. და რა პასუხისმგებლობა ჰქონდა აბრაამს? И какая была ответственность? თქვენ იცით ხო ყველა აბრაამი როგორ იყო მოწოდებული ხარანიდან? Вы знаете, как он был призван из Харана? იცით ხო ყველა ეს ისტორია? Вы знаете эту историю все? მოდი წავეკითხოთ. Давайте немножко. დაბადების მე-12 თავის მე-4 მე-5 მუხლებია. წავიდა აბრაამი როგორც უფალმა უთხრა და ლოტიც წავიდა მასთან ერთად 75 წლის იყო 75 წლის იყო აბრაამი ხარანიდან რო გავიდა. თან წაიყვანა მე-5 მუხლი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია და მინდა რომ დააკვირდეთ. თან წაიყვანა აბრაამა სარაი თავისი ცოლი ლოტი თავისი ძმის წული მთელი ქონება რაც მოეხვეჭას ყმები რომლებიც ხარანში შეეძინეს და გაუდგენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდა ქანაანის ქვეყანაში. Мы будем читать это Бытие 12 глава 4-5 стихи. И пошел Авраам, как сказал ему Господь, и с ним пошел Лот. Авраам был 75 лет, когда вышел из Харана. И взял Авраам с собой Сару, жену свою, Лота, сына брата своего, и все имение, которое они приобрели, и всех людей, которых они имели в Харане, и вышли, чтобы идти в землю ханаанскую, и пришли в землю ханаанскую.
პირველი რაც ჩვენ ხედავთ, აბრაამი იყო ძალიან გამბედავი ადამიანი. И первое, что мы здесь видим, он был очень смелым. რადგანაც ღმერთი მას მოუწოდებს დატოვე мама შენი სახლიო. Или решительным, потому что Бог говорит Аврааму: оставь дом отца своего. ეს ნიშნავს, რომ აბრაამი გამოვიდა ხარანიდან მამამისის სიცოცხლეშივე. Это обозначает, что Авраам вышел при жизни отца своего из дома отца. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე აღმოსავლეთ კულტურაში. И это очень важно, имеет значение в восточной культуре. საერთოდ ძე არ გადის მამიდან. И отец, сын не мог выйти из дома отца. შვილი ყოველთვის რჩებოდა მამამისის სახლში და აგრძელებდა იმას, რასაც მამა აკეთებდა. Сын оставался в доме отца и продолжал дело отца. მე მკვიდრე ამას ნიშნავს, რომ მამის საქმის გამგზელებელი იყო. Наследник обозначало, что он продолжал дело отца. მაგრამ ღმერთი მოუწოდებს აბრაამს. Но Бог призывает Авраама: მე არ მინდა რომ შენ мама შენი საქმის გამგზელებელი იყო, მე მინდა რომ შენ ჩემი საქმის გამგზელებელი იყო. И тем самым он говорит, что я не хочу, чтобы ты продолжал дело отца своего, я хочу, чтобы ты продолжал дело мое дело. ბიბლიიდან ჩვენ ვიცით, რომ თერახი აბრაამის мама იყო კერპსახური. И мы знаем из Библии, что отец Авраама был язычником, идолопоклонником. ებრაული ტრადიცია ძალიან საინტერესოდ გვისახავს თერახის აბრაამის მამას. И очень интересно представляет Писание нам его отца. თერახს ეს არის ტრადიცია, ეს არის თქმულება, ეს არ წერია ბიბლიაში, რომ იცოდეთ? И это есть традиция, об этом не написано в Библии. მაგრამ ეს ტრადიცია გვეხმარება ბიბლიაში იმ გამოტოვებული სიუჟეტების სწორად გაგებაში, რაც არ არის. Но эта традиция помогает нам вот эти сюжеты, которые есть в Библии, правильно их понимать. В правильном свете их увидеть. პირველი რაც თერახი იყო, ტრადიცია გვეუბნება, რომ თერახს ჰქონდა კერპების ბიზნესის მაღაზია. И у отца Авраама было магазин такой продажи идолов. დღევანდელი ხატების მაღაზია რო ვთქვა ჩვენებურ ენაზე. На нашем языке на сегодняшнем как вот иконы, которые продаются. და ერთხელ წავიდა თერახი სხვა ქალაქში და აბრაამს ეუბნება, აბრაამ შვილო, მე დღეს გიტოვებ მაღაზიას და რომ მოვალ, მე ჩამაბალე რაც გაიყიდება ის ანგარიში. И однажды отец оставляет Авраама в магазине и говорит: ты будешь продавать сегодня вот этих идолов, и когда придешь, ты мне дашь отчет. წავიდა მამამისი, აბრაამ აიღო დაამტრია ყველა ეს მსხვერპლი, ესა კერპები. И ушел отец. Авраам же взял и разбил всех этих идолов. და ერთი დატოვა, ყველაზე მაგარი რომელიც იყო დიდი მაღალი კერპი. Оставил всего лишь одного, который был больше всех. დიდი ჯოხი მიცა ხელში, რომელთაც დაამტრია. И дал он ему большую эту палку, которую он и разбивал. და მოდის მამამისი და ხედავს სულაც მაღაზია დამტრეულია, კერპები დანგრეულია ყველა. Приходит отец и видит, что все идолы разбиты, магазин разбит. და ეკითხება შვილს, რა მოხდა, კაცო, რა ხდებაო? И спрашивает отец, что происходит, что тут происходило. და აბრაამი ეუბნება, мама, შენ არ დამიჯერებ. И он говорит: отец, ты не поверишь. ერთმა ქალმა მოუტანა მსხვერპლი ერთ კერპს Одна женщина принесла жертву одному из идолов. და ამ კერპებმა დაიწყეს ერთმანეთში ჩხუბი, არა ჩემია, არა ჩემია. И эти идолы начали между собой борьбу, и они говорили: нет, это мое жертва. და აიღო ამ ყველაზე დიდმა კერპმა და გაფრას და ყველაზე და ყველა დაამტრია. И один из тех, который больше всех, вот этот идол, взял палку и разбил всех. ხო და მამამისი ეუბნება, ეს ხო შეუძლებელია, შვილო, ეს ხო ქანდაკებები, ამათ არ საუბარი ესმით, არც თვალი ხედავ, ვერაფერს ვერ აკეთებენ. И он говорит: это невозможно, сын, это же изваяние, они просто тут стоят, они не говорят, не делают ничего. და აბრაამი ეუბნება, აი აქედან დავიწყოთ საუბარი. И тогда Авраам говорит: вот отсюда теперь начнем говорить. რატომ მოვყევ ეს ისტორია? Почему я рассказал эту историю? ეს ისტორია გვეხმარება მეხუთე მუხლის გაგებაში. Эта история помогает нам понимать 5 стих. თან წაიყვანა ხარანში ყმები, შეძენილი ყმები. И он с собой взял приобретенных сынов.
душ, по-моему. Или на русском я не знаю, как будет. Зелень. Нет, на синодальном как? Взял с собою всех людей. Приобретенных, да? Всех людей, которых они имели. Окей. Ну, в синодальном немножко по-другому. Магра, вот Которых они приобрели. ხოლო ებრაულ ორიგინალში წერია ნეფეშ ნიშნავს შვინვას, სულს. В еврейском переводе это обозначает, это слово переводится как души, приобретенные души. გახსოვთ იესო რო ეუბნება პეტრეს, ასიტყვებს ეუბნება. Помните, когда Иисус говорит Петру какие слова? გამომხევი მე და მე გაქცევისო? И следуй за мной, и я сделаю тебя. ადამიანთა მებადურება, ადამიანის სულებათა მებადურს. ხო ასე Я წერია? сделаю тебя ловцами душ человеческих. ეს არის ის, რასაც ა ブラ ამი აკეთებდა. ა ブラ ამი ქადაგებდა ხარანში ერთი ღმერთის შესახებ და ებრაული ტრადიცია ხსნის, რომ ეს სიტყვა ნიშნავს, რომ ა ブラ ამს ეს მოწაფეები იყო ა ブラ ამის, ვინც ირწმუნა ერთი ღმერთის შესახებ. И вот это слово о приобретенных нам открывает, что Авраам проповедовал, говорил об одном истинном Боге. У него были вот эти приобретенные души. და ამიტომაც გაყვენ ა ブラ ამს ქანაანში. И по этой причине они последовали за Авраамом в ეს Харан. ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, რომ თქვენ გესმოდეთ ეს. И чтобы вы понимали, это очень значительно. არ შეიძლება ადამიანი რა გაკვეთილია ჩვენთვის ეს? И какой урок это для нас здесь? არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ მორწმუნეები და ვიყოთ ჩუმანი. Невозможно, не должно быть так, чтобы если мы верующие и мы молчим, ეს არასწორია. то это неправильно. იმიტომ რომ მორწმუნე მოწაფე რომელიც არის არ შეიძლება ქრისტეს მოწაფე იყოს მდუმარე და ჩუმი. Не должно быть. Невозможно, что если человек христианин, ученик Иисуса Христа, и он молчит. ა ブラ ამი ამ თავის ტრადიციას აგრძელებდა კიდევ თქვენ მე-13 მუხში შეგიძლიათ თქვათ რომ როდესაც ა ブラ ამი ჩავიდა ქანაანში სამ სხერპლო ააგო და წერია იქ მოუხმო უფლის სახელს. И написано также, что когда он прибыл в Харан, он построил жертвенник и он призвал там Господа. ეს უფლის სახელის მოხმება ეს არ არის ღმერთო სახელი დაუძახო ღმერთს. Призвать имя Божье, это не обозначает, что вот ты призываешь его по имени. სამწუხაროდ ბევრმა არასწორმა მიმდინარეობამ ეს აიტაცეს ბუკვალო და ფიქრობენ თუ ღმერთს სახელი არ უწოდე ვერ გადარჩები. К сожалению, некоторые деноминации взяли это. Если ты не позовешь Господа именем, то не достигнешь его. ებრაულ ტრადიციაში და ებრაულ მსოფლმხედველობაში ღმერთის ხმის მოწოდება, სახელის მოწოდება ნიშნავს, რომ შენ მასზე ქადაგებ და მასზე ასწავლი. Призывать имя Божье в еврейской традиции обозначает, ты о нем говоришь, ты проповедуешь о нем. და ასწავლი. И учишь. და ა ブラ ამი ქანაანში ამას აკეთებდა. И Авраам это делал в Харане. ხარანშიც აკეთებდა В Харане делал, და აკეთებდა ქანაანშიც. также и в Ханаане. და რატო აკეთებდა ა ブラ ამი ამას? И почему он это делал? ა ブラ ამს ჰქონდა ის სამი თვისება ის რაც მის წინათაობებს არ ჰქონდა. У него было 3 качества, которые не было у него тех предшественников. მოდი ვნახოთ ადამ და ევას რა თვისება არ ჰქონდა. Посмотрим, какого качества не было у Адама и Евы. ადამს და ევას არ ჰქონდა პიროვნული პასუხისგებლობა. У Адама и Евы не было личностной ответственности. რატო? სად ხედავთ ჩვენ ამას? В чем это проявлялось? Где мы это видим? ხედავთ ის როდესაც მათმა და შესწოდენ დაიწყეს ერთმანეთის დაბრალება. Мы видим это, когда они согрешили, они начали сваливать друг на друга. შენ რო ცოლი მომიყვანე, Ты мне жену, которую дал. ეშმაკმა მაცდუნა. Дьявол меня соблазнил. პიროვნული პასუხისგებლობა არ ჰქონდათ. У них не было ответственности такой личности. სად ხედავთ ჩვენ პიროვნულ პასუხისგებლობას ა ブラ ამის? Где мы видим личностную ответственность у Авраама? როდესაც გამოდის ა ブラ ამი ხარანიდან, ის მიდის ქანაანში და მას მოყვება ხალხი. Выходит из Харана Авраам, идет в Ханан, и народ следует за ним. ესა პიროვნული პასუხისგებლობა. Это есть ответственность. მეორე პასუხისგებლობა, რომელიც არ ქონდა სხვებს,
И второе еще, ответственность, которая не была у других. კაინს რა პასუხისგებლობა არ ქონდა? У Каина не было какой ответственности? მორალური პასუხისგებლობა არ Не ქონდა. было моральной ответственности. მან თავის ძმაზე არ იზრუნა. Он не заботился о своем брате. მან მოკლა თავისი ძმა Он убил своего брата. და თქვა მე ხო არა ვარ ცველიო. Я же не защитник его. არა და ზუსტად მცველი უნდა ყოფილიყო თავისი ძმის. Он должен был защищать. ეს იყო მისი მოვალეობა, Это была его ответственность, როგორც პირმშოსი. как первородного. საფხედავთ რომ ა ブラ ამს ქონდა პიროვნული მორალური პასუხისგებლობა. Где мы видим, что у Авраама была такая моральная ответственность. გახსოვთ? Помните? ლოტი და ა ブラ ამი რო გაიყო. Когда разделились Лот и Авраам. ა ブラ ამი ელაპარაკება ლოტს არა ლიდერის პოზიციიდან, არა ზედა გადმოყურებს, როგორც დღეს მრავლებს ჭის ესეთი რამე. У него он разговаривает с Лотом не как лидер и не смотрит он свысока на него, არამედ როგორც ძმას. но как брат. და ეუბნება არჩევანი შენ გააკეთე ლოტ. თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ. თუ ქვემოთ წახვალ, მე ზემოთ წავალ. არჩევანი შენზეა. ეს არის ის მორალური პასუხისგებლობა, რომელიც ა ブラ ამს აქვს თავის ძმაზე. И он предлагает Лоту выбор. Делай выбор ты. Если ты пойдешь налево, я пойду направо. Если ты пойдешь направо, я пойду налево. И он предлагает ему сделать выбор. Вот это и есть такая моральная ответственность. ეს არის მეორე თვისება, რომელიც ლიდერს უნდა ქონდეს. Это и есть второе качество, которое должно быть у лидера. პირველი, ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის პიროვნული პასუხისგებლობა. Первое – это личностная ответственность. მეორე, ჩვენ ვთქვით ეს მორალური პასუხისგებლობა Второе – это моральная ответственность. და მესამე, რომელიც დანარჩენებს არ ქონდა, И третье, которое не было у остальных, რომელიც ნოესაც კი არ ქონდა. которое даже у Ноя не было. ეს ხო კოლექტიური პასუხისგებლობა. Это коллективная ответственность. გახსოვთ, როდესაც ღმერთმა გაუცხადა ნოეს, რომ სამყარო განადგურდება. Помните, когда Ной объявил, что уничтожил мир? ღმერთმა როცა უთხრა ნოეს, სამყარო უნდა წარღვნა უნდა მოხდეს, И когда Бог объявляет Ною, что будет потоп, ნოემ არ შეევედრა ღმერთს, რომ შეიწყალე ხალხი. Ной не взывал, чтобы Богу, чтобы он помиловал людей. ა ブラ ამმა დაიწყო ვაჭრობა. Но Авраам начал торговаться. თუ 50 იქნება, თუ 20 იქნება, თუ 10 იქნება, შვამდგომლობა. ეს არის კოლექტიური პასუხისგებლობა, რომელიც ჰქონდა ა ブラ ამს. Он был посредником, он молился, если будет 50, если будет хотя бы 20, 10, у него была такая моральная ответственность. სწორად გამიგეთ, ნოე მართალი იყო, ნოეს ცუდი არ იყო, კაცო. Вы правильно поймите меня, Ной был праведник, он не был плохим. პეტრე ამბობს, ნოე ქადაგებდა, Написано, что Ной также проповедовал. მაგრამ ნოემ არის შვამდგომლა იმ ხალხისათვის, რომ იქნება ღმერთო 5-6 ადამიანი მაინც მოემატოს, მაინც გადარჩეს, მაინც შეიწყალო რაღაცა მოხდეს, რაღაცა შეიცვალოს. Но Ной не был посредником, он не взывал за них, хотя бы 5 человек, хотя бы несколько там человек. Может что-то измениться в них, он не молился так. ამიტომ წერია ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინია განმარტება ნოესი. ნოე მართალი იყო თავის თაობაში. И там о Ное написано, он был праведен в роде своем. თავის თაობაში. В роде своем. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას გვაძლევს ჩვენ. И это дает нам очень такую значительную информацию. დაუბრუნდეთ ა ブラ ამს. Вернемся к Аврааму. მორალური პასუხისგებლობა. Моральная ответственность. პირადული პასუხისგებლობა უბრალოდ. Личностная ответственность. მორალური, Моральная, კოლექტიური. коллективная. ეს სამი თვისება რაც უნდა ქონდეს ლიდერს. И вот эти вот три качества, которые должен иметь лидер. და ეს არის ის, რომელსაც ღმერთი უწოდებს ძე, ბენ, მემკვიდრე, რომელიც მამის საქმეს აგრძელებს და ეუბნება მე მოყვები შენს უკან, შენ წინ წადიო. მე ზურგს გიმაგრებ, მე ვარო შენს უკანო. И вот эти вот личностные три качества, которые Бог называет
сыном, которому говорит, ты иди вперед, я вот укрепляю спину твою и иду за тобой. ნოეზე დაწერილია რომ ნოე დადიოდა უფალთან ერთად, უფლის гзებით. А Ное написано, что он ходил вместе с Богом путями Божьими. მაგრამ ა ブラ ამზე წერია რომ ჩემს წინ იარე. Но об Аврааме сказано, иди впереди меня. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაძლევს ა ブラ ამის პიროვნების შესახებ. И это очень значительная информация, это вот значительная вещь, которая дает информацию об Аврааме. და გახსოვთ როგორ ამბობს იოანეს სახარება. И помните, как говорит Евангелие об Иоанне? ამით მინდა დავასრულო. И тем самым я хочу завершить. შევკრა ეს ყველაფერი რაც თქვი. Связать все то, что я сказал. ვიც ირწმუნა იესო ქრისტე მათ მიეცათ ხელმწიფება რომ ყოფილიყო მათიო ვინო ძე ბენ მე მკვიდრეები Кто уверовал, им дана власть быть сынами Божьими, то есть наследниками. და ჩვენ უნდა ვიყოთ ეს ლიდერები რომელიც ღმერთის გზას აკეთებს ღმერთის საქმეს აგრძელებს И вот мы должны быть такими сынами, которые делают дело Отца. ამიტომაც ამბობს იესო ჩემს შემდეგ ჩემზე მეც საქმეს გააკეთებთ. Вот по этой причине Иисус говорит, вы будете делать после меня дела больше меня. და ეს ამნიშნულოვანი რომ ჩვენ გვესმოდეს ეს არის ჩვენი დანიშნულება როგორც ქრისტიანის და როგორც ღმერთის ძეს და მორწმუნის. Я хочу, чтобы мы это понимали, что это наше предназначение как сынов Божьих и как предназначение наше. მოდით ამოდგეთ ველოცოთ. И давайте мы будем молиться. ზეცი რომ ღმერთო მადლობას გითხრით დღევანდელი დღისათვის მადლობას გითხრით ყველა ამ ხალხისათვის რომელიც აქ არის უფალო შენ აკურთხე ეს ეკლესია აკურთხე თითოეული ამათგან ეს ყველა ადამიანი ვინც არის აქ შეკრებილი მამო შეეხე მათ გულებს მიეცი მათ ის სწორი საკვები რომელიც მათ ჭირდება კონკრეტულად იმ მომენტში გაუწიე ხელი იმ დახმარების რომელიც მათ ჭირდება ყოველ იმ მომენტში რომელსაც ისინი ითხოვენ გთხოვ აკურთხე ეს ეკლესია აკურთხე ყველა მისი მსახური აკურთხე მისი მწყემსი ასევე აკურთხე ყველა მისი მწყემსის დამხმარე, ასევე აკურთხე ამ მწყემსის ხუცესები, რომელიც არის იესო ქრისტეს სახელით. ხო, მიიღე ქებადიდება ერთადერთო ჭეშმარიტო ღმერთო მამაო, ძეოსო წმინდაო. ამინ.